როგორც აღნიშნე, ტელევიზიით გასული, ასე ვთქვათ, კადრების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ დაზიანება იქნებოდა ძალიან, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი. ამიტომ მეორე დილით საათი ხა დროს 9-დან 10 საათამდე დაახლოებით ამ პერიოდში გავედით რამოდენიმე თანამშრომელი. როგორც გავდიოდით ყოველდღე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაებიც მეხმარებოდნენ, ვინაიდან სავარაუდოდ დიდი ოდენობა იქნებოდა რა, ასე ვთქვათ. და დავიწყეთ ყველაფრის აღწერა, რაც იყო დაზიანებული. და ეს გრძელდებოდა შემდეგ დღეებში, ყოველდღიურად, ყოველ დილით გავდიოდით და აღწერდით, ასე ვთქვათ, რა წინაღამით დაზიანდა რა. და რა, ასე ვთქვათ, ჩამოთვალოთ, აი რა დაზიანებები იქნა აღმოჩენილი და სად? კონკრეტულ ადგილებს მეკითხებით? კონკრეტული ადგილები, შემიძლია დაგისახელოთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო მარიოტის მიმდებარე და მოპირდაპირე მხარე, ასევე რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარე და მიმდებარე ტერიტორიები, ოპერის მოპირდაპირე მხარე და ოპერის მიმდებარე ტერიტორიები, ასე დაახლოებით გითხრათ სავაჭრო ცენტრი მერანი არის, ასეთი დაახლოებით აი პარლამენტიდან მერანამდე ამ შუალედში იყო დაფიქსირებული.